გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მე მოყოფილი ვარ ჩემი ვიზიტით სტამბოლში. აქ სტამბოლში შემდგა ძალიან ბევრი მეგობარი, თანამებრძოლი, პატრიოტი. მინდა მათ დიდი მადლობა მოუხადო თანადგომისთვის. ასევე თბილისიდან იყო ჩამოსული ძალიან ბევრი თანამებრძოლი. მე მადლობელი ვარ, რომ გამოიერეთ ამ ხელებზე და შევხვდით. ასევე ძალიან დიდი მადლობა მოუხადო მათ, ვინც ამდენი ხანია მიტინგზე დგას რუსთაველზე და მშვიდობიანად ცდილობს ამ პრორუსული მთავრობის გაშვებას. არ მგონია რომ ეგენი მშვიდობიანად წავიდნენ. ეს პრორუსული მთავრობა როგორც მოვიდა მრევლობებით, შანტაჟით, გაზპრომის ფულით, ასევე გააგრძელა და ბოლოს უკვე ყველასათვის დასაგები გახდა, რომ ეს არის ნაღდი პრორუსული ძალა და საქართველოშია ძალიან ძლიერი რუსული აგენტურის ქსელი. არ დათმობენ ესენი საქართველოს. მაგათ საქართველო უნდათ რუსეთში, რომ გრუზია იყოს და ეს ომი მაგათმა დაიწყეს, ეს სამოქალაქო ომია. და ომი ახლა კი არ დაიწყო. 2012 წელს დაიწყო. რამდენი ახალგაზრდა ჩახოსეს. რამდენი დაცხარეს თვალები. რა უნდათ მაგათ? საქართველო ვერ გახდება რუსეთის გუბერნია და ჩვენ კიდე მონები. ვიბრძოლებთ ბოლომდე. სიტყვა ვიბრძოლებთ უკვე სხვა რაღაცას ნიშნავს. მე ჩემ ენაზე ვიძახი, ვიბრძოლებთ ბოლომდე. რათა შვილებს და შვილიშვილებს არ მოუწიოთ იგივე. საქართველოში უნდა მოისპოს პრორუსული ძალები. რა თქმა უნდა, პატარა ამნისტიას გაუკეთებთ, მაგრამ ძირითადად დაიჯებიან ძალიან მაგრად. ომი მაგათმა დაიწყეს 2012 წელს და ეს სამოქალაქო ომი ჯერ არ დამთავრებულა. ეს კონფლიქტი ჯერ არ არის დამთავრებული. და ღმერთმა არ აქნას, რომ ეგ მოძრაობა შეჩერდეს. მაშინ ქართველებს საქართველოში ადგილი აღარ ეკნებათ. მაგრად იყავით ძმებო, ერთად ვიყოთ და ყველაფერი იქნება კარგად. ამათ მშვიდობიანი ენა არ ესმით. ამიტომ მათ უნდა ველაპარაკოთ თავიანთი ენით. იგი მადლობა.